ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიყავ იმ ჟიურის თავმჯდომარე, სადაც უნდა გამოვლენილიყვნენ ბავშვები, რომლებიც მწერლობის თუ პოეზიის ნიჭით არიან დაჯილდოებულები და ეს ჩემს რაიონში, საბურთალოს რაიონში ხდებოდა. არ ვიცი, რო ვუთხარი ეს სალომე კეთილაძეს, რომელიც კულტურას განაგებს, არც კი მომისმინა ბოლომდე, იმდენად სწრაფი იყო რეაქცია იმის, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო. შემდგომ უკვე რა თქმა უნდა გამგებელი ბატონი გიზოვაშაძე აყო ამას და მართლა აგორდა ის, რომ გაკეთებულიყო საბურთალოს რაიონში ასეთი კონკურსი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე კარგი რამ, რაც ქართველობას, პატრიოტიზმს, ბავშვებში სწორედ ნიჭისა და სწავლის სურვილის გაძლიერებას, ქართულის ცოდნას ემსახურება. დამიჯერეთ მე, რომ არც ერთი ბავშვის გვარი, სანამ თავიდან ბოლომდე არ წავიკითხეთ და არ მოხდა რაღაც ჟიურის წევრებისა და წიგნის რედაქტორის მიერ ყველა კონკურსანტის მართლა ისეთნაირად გატარება, რომ რაიმე არ შევცვლოდა, მანამდე არ ვიცოდით, ვინ იყო ავტორი. საკუთარი შვილი ან შვილიშვილი რო ყოფილიყო, მე არ მეცოდინებოდა თუ რომელი იყო მისი ნაწერი. აი დღეს მართლაც ყველაზე ამაღლებელი დღეა, იმიტომ რომ აქ ამარაჩვეულებრივი არქივის კინოდარბაზში ჩვენ ხვდებით კიდევ ერთხელ ამ ბავშვებს. მე ვამბობ, რომ ყველა გამარჯვებულია, კონდეს სურვილი, წერო, კონდეს სურვილი, რომ გიყვარდეს შენი სამშობლო, გიყვარდეს საქართველო, ქართულ ენაზე აკეთებდი ამას, ეს არის ქართულ ენაზე, იმიტომ რომ უამრავი სკოლაა, ინგლისური, გერმანული, ნებისმიერი იმის, მაგრამ მუხრანის არ იყოს. ენა არ გაწყენს არც ერთი, უნდა იცოდე რამდენიც, მაგრამ არ უნდა დაჰკარგო ქართული სიტყვის ნათელიო და სწორედ დღევანდელი დღე ემსახურება ქართული სიტყვის ნათელს. ვულოცავ ყველა ბავშვს. არა აქვს მნიშვნელობა, შევიდა თუ არა წიგნში და კიდევ ერთი ყველა დამარცხება, გამარჯვების მოტივაცია და თუ წელს ვერ შევიდა, ზუსტად ვიცი რომ გაისად, ის ბავშვები იქნებიან გამარჯვებულები, რომლებიც წელს შეიძლება ცოტათი გულმოდგენები წავიდნენ. მოგესალმებით, საბურთალოს რაიონში ჩავატარეთ კონკურსი ჩვენ ტერიტორიაზე არსებულ სკოლის მოსწავლეებს შორის მე-11, მე-12 კლასელებმა მიიღეს მონაწილეობა, ლიტერატურული კონკურსი იყო. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი კონკურსები გააღრმავებს ბავშვების წიგნისადმი სიყვარულს, ექნებათ მოტივაცია, რომ შექმნან ის, რაც მომავალში დარჩება ისტორიას. მადლობა ამ ბავშვებს, მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო და დაგვეხმარა, რომ ეს გადასარევი კონკურსი გაგვეკეთებინა და ვფიქრობ, ეს იქნება საწყისი. ამას ყოველ წელს ვეცდებით, რომ უფრო მასშტაბური სახები ვცეთ და უფრო ხშირად გავაკეთოთ მსგავსი კონკურსები. მადლობა. ყოველთვის დიდი ბედნიერება ახალგაზრდებთან შეხვედრა. ახლაც ამ სიტუაციაში ვართ, ხვდებით პატარებს ჩვენს მომავალ თაობას. მე ვარ წიგნის რედაქტორი, რომელიც გამოიცა საბურთალოს რაიონის დიდი ხელშეწყობით, მათი ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი და წიგნს ქვია მოვდივართ. მართლაც მოდიან თამამად ეს ბავშვები და მინდა ვთქვა, რომ სულ ყველა მონაწილეებმა მშვენივრად გაართვეს თავი. ამ დავალებას მართლაც საინტერესო ნაშრომები წარმოგვიდგინეს და ვიმედოვნებ, რომ მომავალში ერთი მაინც თუ გამოვა ამათგან საინტერესო მწერალი, ეს დიდი მიღწევა იქნება ჩვენიც, რაიონისაც და სრულიად საქართველოსი. ჯერ არ ვიცი, რა მოლოდინები მაქვს, იმასle გითხრათ, მაგრამ წესით ნაწერი ვარკა. იმდენი რაღაც ჩავაქსოვე, ისეთი გავლენის ქვეშ ვიყავი, სიმართლე გითხრათ, ერთი-ორი დღით ადრე ვნახე სპექტაკლი, მარჯანიშვილის თეატრში დადგმული საოცარი სპექტაკლი, დანაშაული და სასჯელი და იმის გავლენით იყო ეს ყველაფერი დაწერილი. მერე ჩემი ელემენტები ჩავაქსოვე იქიდან, ნუდარ დუმბაძის მზიანი ღამედან 66 სონეტი, ილიას ლოცვა და მოკლედ შეიკრიბა ეს ყველაფერი. და სიმართლე გითხრათ, არც კი მიფიქრია, რაზე უნდა დამეწერა, სანამ შევიდოდი იმ ოთახში. და როცა გითხრეს, რომ თავისუფალი თემა იყო, მომეშვა გულზე. მერე კიდევ აი იდეები წამოვიდა და რაღაც მოასკდა კარებს. თან ვწერდი, თან რაღაც ახალი იდეა ჩნდებოდა და იმდენად გადამევსო ეს ყველაფერი, რომ საბოლოოდ მე მგონი 10 გვერდზე მეტი გამოვიდა ნაწერი. გამარჯობა, მე ვარ თემურ ციკლაური, სწავლობ 195 საჯარო სკოლაში და აღმოჩნდი საბურთალოს ლიტერატურულ კონტესტზე. არ ველოდი დიდად სიმართლე გითხრათ მოხვედრას, მაგრამ მაინც ჩავეწერე. გამიხარდა ის შანსი რომ მომეცა, წერა სიმართლე გითხრათ არ მიფიქრია, რომ სასწრაფო დამიწერია, მაგრამ რა ცუდი არ გამოსულა ჩემი ასეთ რა.
მე ვარ 64 სკოლის პედაგოგი, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს მივცეთ ეფექტი იმის, რომ მათ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები, აღმოაჩინოთ ნიჭიერი ბავშვები. ჩვენი მთავარი დანიშნულება ზუსტად ეს არის და დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენ საფუძველს განგეობას, რომელიც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ბავშვებისთვის აღნიშნული თემატიკის კუთხით, რაც იყო ეს არაჩვეულებრივი თემების წერა, სხვადასხვა მიმართულებით მიეცა შესაძლებლობა, რომ მათ წარმოეჩინათ საკუთარი თავი, შესაძლებლობები და კიდევ უფრო მეტად გაეღრმავებინათ ცოდნა თემების შესახებ, იმიტომ რომ ჩვენ სანამ ამ პროექტში უკვე ჩავერთვებოდით ოფიციალურად, ძალიან ბევრი ვიმეცადინეთ აღნიშნული მიმართულებით და მათ უფრო კარგად უკეთ დახვეწეს თავიანთი შესაძლებლობები, რომელიც უკვე აღვნიშნე და მაქსიმალური ჩადეს იმისთვის, რომ თუნდაც გამარჯვება მოეპოვებინათ არა მხოლოდ კი არა, უბრალოდ მონაწილეობა რომ მიიღოთ. ესეც უკვე ძალიან დიდი გამოწვევა და მნიშვნელოვანი საკითხი იყო მათ ცხოვრებაში. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის. ჩვენ როგორც მასწავლებლები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ბავშვების გვერდით უნდა გვიგვიყვოთ. რა თქმა უნდა, აი ამ დღევანდელი დიდი გამოწვევების, დიდი შეჭირვების ფონზე უდიდესი მადლი უდიდესი სიკეთეა მოზარდს რომ გაახარებ და მინდა მადლობა მოვახსენო პირველ რიგში ქალბატონ ნანას ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში მე დარწმუნებული ვარ ამ პროექტმა წარმოაჩინა ისეთი ნიჭიერი ბავშვები რომლების შეიძლება ხვალ ქართულ მწერლობას საიმედო ძალად მოევლინონ. მიხეილ ჯავახიშვილი პატარა რო ყოფილა იმ სკოლაში დიდი ილია ჭავჭავაძე იყო სტუმრად. მასწავლებელმა უთხრა ჩემზეო ეს მომავალი მწერალია და მერე იხსენებდა რომ მასწავლებელს ენა მუყიულა თორე მე მაშინ წერლობა არც მიფიქრიაო მაგრამ ხო ვხედავთ რაოდენ დიდი მწერალი მოევლინა ქართულ მწერლობას მისი სახით ყველამ კარგად ვიცი მე მინდა უსურვო ბავშვებს რომ მოევლინონ აი იმ ძალით იმ შემართებით როგორც თავის დროზე მოევლინა მიხეილ ჯავახიშვილი. ბავშვებო, სიკეთეს გისურვებთ, გულში მყავხართ და გულიდან გიგზავნით სიყვარულს ყველას. კიდევ ერთხელ, რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ მოგეფერებით, იმდენჯერ მოგესალმებით, იმდენჯერ გეტყვით, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ტრიალებს თქვენ გარშემო. არა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩემი თავი შეიძლება გვერდზე გადავდო და უგულველყო, ან ჩემი თაობის წარმომადგენლები. თუ ეს ასე მოხდება, თქვენ სულ ერთნი იქნებით ჩემთვის. თავარი ის არის, რომ სიყვარულის საფუძველი, ეს არის თითოეული ჩვენგანის ურთიერთობა, თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება ერთმანეთთან და დამოკიდებულება იმ მოვლენებთან, რომლებიც ხდება. ვზნობდი, რომ არ არსებობს მონობა, რომ ყველაზე დიდი მონა სპარტაკი ეს იყო ყველაზე თავისუფალი ადამიანი დღემდე თემსოფლიოში და ის თავისუფლების სიმბოლოდ არის მიჩნეული. მე მიხარია რომ კითხულობდით ჩვენ ამ ნაწერებს, სწორედ ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რომელიც მისდევდა ამ ყველაფერს, იყო ის, რომ თქვენ ხართ თავისუფალი სულის ადამიანები და ყველაზე მთავარი იყო ის, რომ თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო. დღევანდელი კონკურსი, რომელიც ახლა უკვე ფინალშია გასული და ითვლის ბოლო წუთებს და ყველაზე მეტად მღელვარია ეს ყველაფერი, მე მინდა გითხრათ, რომ შევარჩიეთ 23 ნაწერი ისე, რომ არ ვიცოდით არც ერთის გვარი და სახელი, რომელიც დაიბეჭდა ჩვენ წიგნში. გამოიცა გამომცემლობა წიგნობარში, ეს არის სწორედ ჩვენი რაიონის გარკვეული სიმბოლო წიგნობრობისა, რომელიც თვითონ ქალბატონმა სალომე მოგვაწოდა და იყო მათივე ხელით გაკეთებული და ეს 23 ახალგაზრდა არაფრით არ არის დანარჩენებზე უკეთესი, უბრალოდ ეს არის კონკურსის პრინციპი და ზუსტად მინდა იცოდეთ,
რომ ვინც არ არის შესული წიგნში, ვინც არ არის გამარჯვებული, ის უფრო მეტად იქნება მოტივირებული, რომ გაისად იყოს კიდევ უფრო მაგარი, კიდევ უფრო უკეთესი, კიდევ უფრო მეტი რამე გააკეთოს. მოლოდინი და მოცემულობა რაღაცა კაცის ტვინს უფრო სხვაგვარი აქვს და როცა ძალიან გონიერი და ძალიან სხარტი და ძალიან მიგნებულია ქალი, ეუნებია რომ ბიჭის ტვინი გაქვს რა და მოკლედ ის რომ მოვდივართ ქვია ამ წიგნს უკვე ძალიან დიდი სტიმულია და იმედის მომცემია, მიხარია რომ მოდიხართ, მიხარია რომ წერთ და ამის სურვილი გაგიჩნდათ ოდესღაც და გისურვებთ, არ გამოგლეოდეთ ინსპირაცია, არ გამოგლეოდეთ შინაგანის სამყაროს მდგომარეობა, რომ წეროთ, ოღონდ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ წეროთ სიყვარულზე, წეროთ სამშობლოზე, ერთმანეთზე და ძალიან დიდ სიკეთეს გისურვებთ. ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ საქართველოში არ შეიძლება გაქვავებული აზრი ვიხილოთ. მოხდა ასეთი რამ. დიდი რუსი პოეტი სერგეი ესენინი სტუმრად იყო საქართველოში. თავის მეგობრებს ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, ვალერიან გაფრინდაშვილს, კოლაუ ნადირაძეს სთხოვა არ გვინდა დუქანი, ავიდეთ ტაბახმელაში, ველზე გავშალოთ სუფრა. აუსრულეს სტუმარს სურვილი. გაშალეს სუფრა, საღამოს მეურმეები ბრუნდებიან უკან. სტუმარმა სთხოვა მასპინძელებს დაუძახეთ ამ მეურმეებს. მოვიდნენ ეს წერა კითხვის უცოდინარი გალეხები. მიაწოდეს სასმისი, დაიწყო ერთმა. ეს იმას გაუმარჯოს, ვისაც ხატსანთელი უდიდებია, მშიერისთვის პური მიუწოდებია, წყურვალისთვის წყალი და დალია. მეორემ ზმისულო მიმართა პირდაპირ ესენის, დაუღლელი მზის მადლით გევლოს ამცის ქვეშეთში. ფეხი არსად არ წაბორძიკდეო და დალია. მესამემ ეს გაუმარჯოს ხარის ქედს, გუთნის ღვეთს, დედამიწის პირის გახსნას და მშობიარე დედაკაცს. დაიწყო სტუმარმა ტირილი, შეწუხდნენ მასპინძელები. რა გატირებსო, ჩემი უსუსურობავ. რუსეთის დიდი პოეტი მქვია და ვერ ვაზროვნებ ისე ხატსახებით ეს წერა კითხვის უცოდინარი გლეხები რომ აზროვნებენ. რომელსაც მე ჩემი პირველი წიგნი წამოვუღე საჩუქრად, იმიტომ რომ მისი დებიუტია და მეც ეს უკვე რარიტეტი აღარ არის ეს წიგნები და მაინც ავიღე და წამოვიღე, რომ მისთვის მეჩუქებინა და ალბათ დაამახსოვრდება, რომ მის პირველ წარმატებას ახლავს ჩემი პირველი წიგნი. ეს გახლავთ მარიამ გაბეხაძე. გილოცავ მარიამ და მე წარმატებას გიცურვებ. ნომინაციაში თუ ვინ იყო ჩვენთვის რომანტიული მწერალი, მომავალი, გაიმარჯვა ნუცა ყიფიანმა. არის ნუცა. მოდი თქვენ მოაწერეთ ხელი და ბარემ მიეცით ნუცას. გილოცავ. აი შენ 200 ლარიანი ვაუჩერი. ქონდა ასეთი ნომინაცია ფსიქოლოგიური პროზა, რომელიც შეხვდა და გაიმარჯვა ნინო ბუცხიკიძემ. ნომინაციაში თუ ვინ იყო, მოიცადე მაჩვენი, აი აქ მაქვს მე მარიამ
დამწყები მწერალი მარიამ ლომიტაშვილი. ისეთი მწერლური აზროვნება აქვს მარიამ. ორასლარიანი ვაუჩერი გადაეცა მარიამსაც. და ბიჭები თქო რო ვთქვი აგერ ჩვენ მათე ბაშაური პატრიოტული ესე. პირველი, მეორე და მესამე ადგილები. მესამე ადგილი ელენე ცერცვაძე 400 ლარიანი ვაუჩერი. არ არის ელენე 161 სკოლიდან. მოდის ელენე. თან შევხედოთ ბა ჩვენ აზრზე არ ვართ ვინ არის. აი ეს მოდი ჩემი ხო ეგუნა მეთქვა ეს ჩემი შვილები და შვილიშვილების სკოლაა და მეორე ადგილი ანა პაიჭაშვილი 600 ლარიანი ვაუჩერი. პირველი ადგილი რა ვქოთ ახლა გავაკეთოთ დიდ კონკურსებს რო იციან 1 10 9 მართა კებულარია მართა მოაწერინე ხოჩქონო მარკალუ დედა ასე კარგად იცის შევცვლი ახლა პირველ ადგილს როგორ შეიძლება ეს ანა პაიჭაშვილი ჩემი ამატოვა. შენ გაგწიგნი? გული რო არ ეტკინოს ვინმეს თვითონ აქ წიგნებს აიღებთ, თქვენ თვითონ ნახავთ და იცოდეთ რომ ყველა არის აბსოლუტურად გამარჯვებული და გაისად მეტი мотиваცია გექნებათ, მეტი სიყვარული გექნებათ, მეტი რა ვიცი, ერთმანეთის მიმართაც და აი ჩვენი კონკურსის მიმართაც და კიდევ ერთი დარწმუნდებით და დარწმუნდით რომ ეს არის ის კონკურსი, სადაც არ არსებობს ვიცნობ, ჩემია, სხვისია. ეს არის მხოლოდ და პირველი. ყველაზე დიდი მადლობა მასწავლებლებს, როცა მე გამზრდელი წავიკითხე პირველად აკატისი და მიდის თავის გამზრდელთან და ეუბნება რომ მე ასეთი შეცოდება ჩავიდინეო, ყველას კარგად გახსოვთ მისი პასუხი. როცა გამზადა უკვე ის დამბაჩა სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ რომ კაცად ვერ გამიზდიხარო და ესა თქვა და ეს ხელი დაბაჭა დაიხალა შუბში. ასე რომ მასწავლებელი ძალიან ბევრს ნიშნავს და არის მასწავლებელი რომელიც მშობელზე მეტია. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს მასწავლებლებს რომ არა ისინი თქვენ აქ არ იქნებოდით. ძალიან ბედნიერი ვარ და აი დღევანდელ თანამედროვე ჩვენ თაობაში ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება და თქვენ უღმესი მადლობა იმისთვის რომ მოგვეცით იმის საშუალება ჩვენი სიტყვა, ჩვენი აზრი, ჩვენი დამოკიდებულებები გადმოგვეცა ფურცლებზე, იმიტომ რომ ყოველთვის ფურცლებზე საკუთარი აზრის გადატანა ძალიან დიდ შვებას გვაგრძნობინებს ხოლმე და აი ძალიან გვათავისუფლებს. ამიტომ უღრმესი მადლობა თქვენ ამის საშუალების მოცემისთვის და უღრმესი მადლობა ჩემს სკოლასაც და ძალიან ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა, რომ აი ამის საშუალება მომეცა და ძალიან გახარებული. უღრმესი მადლობა. მეტი რა უნდა ვთქვა, ჩვენს მოსწავლეებს მიეცით იმის საშუალება, რომ თამამად გამოვხატონ ეს აზრი. გვიწევს ქართულის მასწავლებლებს თქვენი ლექსიდან გამომდინარე, გვიწევს ბრძოლა, რომ ქართული ჩვენი გავძლიერდეთ, ჩვენი წავიკითხოთ, ჩვენ გავძლიერდეთ, ყველაფერი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ და ამის შესაძლებლობა თქვენ მოგვეცით. წერენ ჩვენი ბავშვები, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და მოგვეცა ამის არ გვაქვს ფინანსურად ისე რომ მივცეთ ამ ბავშვებს ამის საშუალება ჩვენ მასწავლებლებმა დაუბეჭდოთ, გამოვაქვეყნოთ, ყველას დავანახოთ ეს ჩვენი ბავშვები და მოგვეცა ეს საშუალება და უღრმესი მადლობა, ეს ამათთვის დიდი мотиваცია იქნება და მე მჯერა რომ ჩემი მომავალი მწერლები ამას აუცილებლად დაგიფასებინებენ.